ჩვენი გადაცემის სტუმარმა ბავშვობა მთაში გაატარა ახალგაზრდობა ჯეოსტარში და ჩვენთან სტუმრად დაღვინებული კაცი მოვიდა. გთხოვთ მივესალმოთ დიდო ქისიშვილი. მადლობა დიდო სტუმრობისთვის. მადლობა შენ მოწვევისთვის, ჩემო ზურა. ჩემო დიდო, თავიდანვე მშვიდად რომ ვიყო, კითხავ, გადაცემის ბოლოს ხო გვიმღერებ? თავისთავად ცხადია, ახლა რაზეც გინდა ვისაუბროთ. დაიწყე. ბავშვობა, როგორც ვიცი, მთაში გაატარე. ესე იგი, თბილისში, სვანეთის უბანში ჩასახლდი. ანუ რა გამოდის, მთას არ წყდები, ხო? მაგას გაგრძელება აქვს, ესე იგი, ხო. განაგრძე. თავისთავად ცხადია, სვანეთის უბანის მახათის მთის ძირია. კი ბატონო. მთაში, ჩემს სოფელში, ყველაზე ბოლო სახლი არის ჩემი სახლი. სვანეთის უბანში თითქმის ბოლო სახლი არის ჩემი. მე შევიცვალე ადგილმდებარეობა, გადავედი ვაკეში მცხეთის ქუჩაზე და ისიც კუსტბის მთის ძირია. მოკლედ თავიდან ბოლომდე არის მთა რა. მთის კაცი ხარ მოკლედ რა, გაიხარე. ყოჩახ შემო დიმიტრი, კარგია, კარგი. ესე იგი, როგორც ვიცი, ძალიან პატარა ასაკიდან ჯირითობდი ცხენზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ აღუდა, აჩუეთა თქვა. რაღაცა სხვანაირი აქცენტი. ანუ როგორ თქვი რაღაცა აჩ, ესე, ხო. ანუ ჩვეულებრივი აჩვა. აჩ. კი ბატონო. ანუ უნდა მაგას ქვია, უნდა მაგას ქვია ცხენს უნდა გაუჯავდე, ჩვენებურად გაუჯვარდე არის მთაში ესე ამბობენ. კილოკაურად გაუჯვარდი და ნუ ესმის რა უკვე შენი სალაპარაკო ენა გაქვს ცხენთან მიმართებაში. რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან, კი ბატონო, 4 წლიდან მზივარ ცხენზე და თან ისეთ ცხენებზე, რომელ ცხენებზეც ადვილი არაა ჯდომა. ნუ ეხა 4 წლისა ჯირითი მით უფრო. ხო. და 4 წლის ასაკში ესე დამოუკიდებლად შევჯექი. 4 წლის ასაკში. დავიპარე. თან გაიპარე. მარტო იზრდებოდი თუ? არა, ჩვენთან სოფელში ჩვენთან მახიარეთში. არა, მე ვიყავი ძალიან ცელკი ბავშვი და უცებ ვიცოდი სადღაც ან მიკარგვა ან დამალვა და ჩდებოდი ასევე მალე და. მე ვიცოდი ბიძაჩემს მთიდან ყავდა ჩამოყვანილი ცხენი და ყავდა დაბმული ცოტა მოშორებით, ისე რომ თვალთ არ ჩანდა. ვიცოდი სადაც იყო ეს ცხენი დაბმული და წავედი გავიპარე და ეს ცხენი ჩვენ სოლს ვეძახით და ესე პალო ქართულად. კი ბატონო. ის როგორ ამოვიღე არ ვიცი მიწიდან. მივიყვანე ეს ცხენი. რაღაცა ლეგენდებში რო არის ხო ვერავინ არტური დიმიტრი. მე ამას მოვაყოლებ კარგ რაღაცას რა. მოვაყოლე უკვე აქავართ. ხო, ხო წარმოგიდგენია რომ ესეთ რაღაცებში ხარ ნამყოფი 4 წლიდან, ხო? იქ ცხარმეცხვარეობის თემები მაქვს და ბევრი რაღაც ისე აქვე ჩაგიკითხები, დათვლილი თუ ყავდა, რამდენი სხვარი ყავდა თუ თვლის დროს გეძინებოდა ხო? არა, ვიცოდი. ვინ ცხარმეცხვარეობა იცის, იმასაც ვიტყვი რომ 500 სულ ბატკანში ვარ ნამყოფი. ეს არის ურთულესი ამბავი. ხო, მოკლედ ეს ცხენი. გაგეთანხმება ამიტომ. ხო, ეს ცხენი ავხსენი და სადაც საქონელი სვავს წყალს, ცოტა შემაღლებული ადგილია, იქ ავძვერი და იქიდან გადავხდი ამ საშინლად, ესე იგი, რაღაცა უხასიათო ცხენზე, რომელზეც მხოლოდ მარტო ბიძაჩემი ჯდებოდა, სხვა ვერ ჯდებოდა. და ერთ კაციან ბილიგზე, საფეხმავლო ბილიგზე რო წამოვედი აქეთ სოფლისკენ რა, დამინახა მამაჩემო უკვე რომ მიუახლოვდი და მარჯვენა მხარეს არის ჭიუხს ვეძახით, ესე 8 კილომეტრიანია. კი, ჭიუხს ეძახიან ტინთაში. ხო, ნუ ერთი ცხენის ცოტა ზედმეტი მოქმედება და დღეს აქ შენი სტუმარი მე ვერ ვიქნებოდი. არა, სხვა იქნებოდა სტუმარი, მაგრამ მაინც გული დაგწდებოდა. ხო და მინიმუმ ცხენი. რა კაია ესე. ძალიან ყურადღების ქვეშ იზრდებოდი მე ესე ხო აბამენ ხოლმე რაღაცა ისტორია ესეთი ამბავი და მე მართა აი დღეს ვერ ვიქნებოდი შენი სტუმარი ეს ამბავი რომ ნუ აქედან დაიწყო რა ბევრი აქედან დაიწყო ხო რა უნდა გამეგზელებოდი მოკლედ ვიცი გული ამიჩქარდა ისეთ რაღაცებს ხო ესეთ ამბებში ვარ გაზრდილი და ის მთის სიყვარული რა თქმა უნდა თბილისშიც დიდი დოზით იყო და ამიტომ მიყვარდა ჩვენი ქართული ფილმები
თუთაშხია, ხარება და გოგია და ამ შემდეგ და იმის როლს ვირგებდი ხოლმე, მქონდა ჩოხა, ყველაფერი აბსოლუტურად და კი ბატონო. ამ როლით დავდიოდი უბანშიც კი და ხშირად ვუყურებდი ამ ფილმებს და ყველას ხო აქვს რაღაც ვიღაც გველის ეშია. ჩვენს უყურებდით, მაგრამ ასე თავს არ ვიკლავდი. მე არა, მე ძალიან ღრმად ვიყავი როლში შესული და ესო ლეკვების შიმშილს გამოხავს მგელის ესე საუბრობ, მანერაც ეგეთი მქონდა და ყველას ხო აქვს რაღაცა ფობია და მეც ნემსის შიში მაქვს ღრმა ბავშვობიდან. რა შიში არა, უფრო აი რაღაცა სიძულვი მაქვს დღესაც რო რაღაცა მჭირდება. რაღაც ადამიანური რო გამოავლინე უკვე კარგია, თორე ესეთ უშიში ბავშვი იყავი რო კარგია ნემსის მაინც რომ გეშინია. და დღესაც რო რა დამჭირდება ხა როგორც ყველა ადამიანს ნემსი რო გჭირდება 1-3-4 კაცი მინიმუმ მიჭერს რა იმისთვის რომ ნემსი გამიკეთონ და ნუ ეხ ბავშვებს ხო უფრო ხშირად გვემართება თუ ემართებათ ის რა ქვია ან სიცხე ან რაღაც დედაჩემს ვეხვეწებოდი ოღონდ ნემსი არ გაეკეთებინა და ნებისმიერი რაღაცა სხვა მეთოდით ემკურნალდა ჩემთვის და დაახლოებით 9 საათია გასული სიცხე მაქვს სახში ვარ 9 საათია გასული თუთაშხიას რომელიღაცა სერია მაქვს ნანახი და წევა რა აქ იმაში რა მაგრამ როლი იქაც მაქვს რა თუთაშხიური და ამ დროს მოვიდა ის მომენტი და ის დრო როცა დედაჩემა ნემსი უნდა გამიკეთოს და მაბავს რა რომ მოდი აბა გაემზადეო ნემსის გასა არ გინდა ვეუნები არ ლიმონიანი ჩაი დამალევინე მალინიანი ჩაი და რაღაცა დამალევინე ისეთი გაგრძელდეს 3 დღით მეტი ოღონდ ნემს ნუ გამიკეთებ და უცებ ამაგდო დედაჩი კარგი ბიჭო რა კაცი არა ხარო ეს თქვა თუ არა და ეხა 9 საათის წინ თუთაშხიას როლი ეგრევე გავწექი და მეთქი მოდი ეხლა ნახეთ სანახა თუთაშხი ასე გაწოლილია არა ეხლა ნახეთ ხო გავწექი და უკვე მომზადება რომ დაიწყო დედაჩემა და უკვე ის მომენტი დგება როცა უნდა დაარჭოს აი იქ უკვე უარყოფ რა ადამიანი აღარ თუთაშხია გახსოვს როგორ ქენ უკვე რომ მოამზადე რაღაცა და ავხედე ეს დედაჩემს და ქალი კარგა ნემსზე გადავედით ჩემი ძმაკაცია გიო ელიზბარაშვილი ყველა თემაზე გაქვს ხო ისტორია და მოკლედ გიოს აქ ეგეთი შეფასებები რაღაცა რომ გემართება ადამიანს და რომ მიხვალ და ეთქვი აუ ბიჭო ეს რა დაგემა უფრო ტრაურში ვარდება ის ადამიანი და ამას სხვანაირი შევდედაშვილო როგორ გამწარდება გეკაიფება რა რაღაცა რომ მოდიო ხო და მუხზე ქონდა რაღაც პრობლემა ამ რამოდენიმე დღის წინ და წინა დღეს იმასაც ჩემსავით ეშინია ნემსის წინა საღამოს დაამირეკა რა და გეხვეწები გამოდიო იმიტომ რომ ექიმი უნდა მოვიდეს 11 საათზე ჩემთან და ეს რაღაც საშინელი ნემსი უნდა გამიკეთოსო და უკეთებს მე ხელი მიჭირავს ესე რა და ეთყობა სადღაც მტკივნეულ ადგილას გაარტყა და რაღაცა ეს დაემართა რა ტკივილი დედაშვილო როგორ გამწარდებოდ ესეთი რა დღეში ხარ როგორ რომანტიკულად დაიწყო ჩვენი სტუმრობა შენი სტუმრობა უფრო სწორედ და როგორ ასე ერთმა ნემსმა გააფუჭა ყველაფერი რა მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ნემსის ისტორია გრძელდება არა ეხლა შეგიძლია სხვა თემები გაიხარ ეხლა პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი ადამიანი ხარ ესეთი წყემსური გამოცდილებით ვისაც შეუძლია თქვას რომ თაში სალამურის ნაცვლად გარმონს აკვნესებდი ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. აი ეს როდის დაიწყო ეს სიყვარული გარმონისადმი? გარმონისადმი სიყვარული ღრმა, ანუ აბსოლუტურად ბავშვობიდან, იმიტომ რომ ეს ჩემი ოჯახის წევრია, ოჯახის რელიქვიაა და ნაწილია. თუმცა სიმართლე ეს არ უნდა მეკითხა, ესე ბავშვობიდან იტყვის, დაიწყებს ახლა დიდი თონდე გამოვარდი არ მინდა. მოხდება მატირებს ისე. გარმონზეც იგივე. გარმონიდან მოკლედ რო თქვა, გარმონის ამბავი ესე იგი იწყება ჩემი 14 წლის ასაკიდან, როცა უკვე სხვა რაღაცები მოვიარე, სხვა რაღაცები ვისწავლე და გამოსული იყავი დათა თუთაშხიას იერსახიდან. არა, იქიდან ვერ გამოვედი. არა, იქ დავარჩი და ყველაზე მაგარი ის არის, რომ თეატრალურში რეჟისორიც გიგა ლორთქიფანიძე მყავდა. ეხლა როგორც ვიცი და რაღაცა ბუნდოვნად მახსოვს, ძალიან გიყვარს кейფი, დროსტარება. ოღონდ აი ბოლო кейფზე რო იყავით, იმაზე უკეთესი დრო ატარით იმის წინა кейფზე და აი იმის წინა кейფზე საერთოდ რა კარქმაზე იყავით თუ გახსოვს და იმის წინის წინა кейფზე რამდენი დალია თუ გახსოვს,
დიდი ხანია ისე აღარ დამილევია სიმართლე გითხრა, მაგრამ ხო ხედავ, სულ უკან მიდის შენი საქმე რა. თუმცა ნუ KP და დალევა შემადგენელი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა. ხო და ეხლა თუ ეს იყო ამ კითხვის დედა აზრი, ну დაახლოებით ეგ იყო, კი. არა, ჩვენ არ უფიქრდებით ხოლმე დედა, უბრალოდ კითხვას ვსვავთ კითხვისთვის და იმისთვის რომ რაღაცა კარგი განწყობა შეგვექნას. ჩემოდით ახლა სუფრა ვახსენეთ, KP ვახსენეთ, დროსტარება ვახსენეთ და არც ერთ სუფრას არ ჩაულია სიმღერის გარეშე და ჩემი გადაცემაც ასე არის სხვათა შორის სიმღერის გარეშე. არც ერთი სტუმრობა არ ჩაივლის ხოლმე თუ შეუძლია მით უფრო ჩვენ სტუმარს და თავში დადებული პირობა აიხლა უნდა შეასრულოს. ძალიან დიდი სიამოვნებით გიას ანდღულაძეს მადლობა მინდა გადაუხადო. ვისი იდეითაც და ვისი მხარდაჭერითაც გაკეთდა შეიფუთა მთლიანად ეს სიმღერა. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩემო დიდო და უკვე სიმღერის დრო დადგა. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ძებას ვინდა გასწრებს ჩემო ქალაქო როგორ მინდა კიდევ ასწელს გელაპარაკო გახსოვს ჩემი დაბადება შენ მაჩუქებინაო ღმერთმა სამოთხე მაპოვნინაო გამარდენო ფლისა და რიხარ ცაში აჯრილი საღდარი ხარ ფეთქავ გულივით პაწაწინაო შენ ახარ ჩვენი გათენება შენ გამოგზარდე ქართველებად ძებილისელად გამაჩინაო თუთი სოფელს შემორჩები მზე თუ ნახავად მე იმ ქვეყნად როგორ წავალ შენს უნახავად და თუ ბოლოსას მიშევსვამ შენ იქნები წინაო და გადაიღებს უცებს ვიმაო გამარდენო ფლისა და რიხარ ცაში აჭრილი საღდარი ხარ ფეთქავ გულივით პაწაწინაო სხივზე გავცვალე ჩემზე მეტად ვის უყვარ ხარ შენ გენაცვალე შენ შეგედრება ნეტავინაო თამარდენო ფლისა და რიხარ ცაში აჭრილი საღდარი ხარ ფეთქავ გულივით პაწაწინაო ჩვენი სტუმარი იყო უნიჭიერესი დიდო კისიშვილი